მადლობა ჯერ პირველ რიგში, უბრალოდ გემო წონაზე ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას რა. ეს ორგანიზაციამ საერთოდ არ იცის და ორგანიზაციას არც ეხება საერთოდ. ზოგადად მებრძოლები სხვადასხვანაირად იკლებენ წონას. პირველად რო წონა ჩავაგდე, არაფერი არ თქვი, ანუ თავი არც გამართლება არ დავიწყე, იმიტომ რომ ძალიან ჩავაგდე წონა და ჩემგან ზედმეტი იქნებოდა მაგისზე ახსნა რა, ასე ვთქვათ. და ეხლა ძალიან მოტივირებული ვიყავი, რომ კითხვის ნიშნებზე პასუხი გამეცა, წონა დამებიქსები და იმიტომ რომ ამბიციები მაქვს, რომ ვიყო ნომერ პირველი კონტენდერი ამ წონაში. ყველაფერი მქონდა როგორ გათვლილი, იცით? აი, ნუტრიციონისტი მყავდა დაქირავებული ერთი თვით ადრე და გრამებში ვჭამდი ყველაფერს და ყველა საათი და ყველაფერი დაგეგმილი მქონდა და დილის 3 საათზე ვიწყებდი ბოლო კლებას. და გეგმა იყო რომ 2 კილო უნდა დამეკლო დილის, ანუ ბოლო სესიაზე და იმდენად კარგად მიდიოდა ყველაფერი რომ კილო 200 მქონდა დარჩენილი რა 2 კილოს ნაცვლად. და საუნაში შევიდით ოფლიანობა დავიწყეთ და უცბად ისე მოხდა რომ საუნა გაითიშა. მაგ საუნაში მე და მერუჟანი ვიყავით პალიანი და ორივე ოფლიანობა შეგვიწყდა და ორივე წონა ჩავაგდეთ რა. რა თქმა უნდა, ეხა მესმის როგორ ჭირს რა, ეგ ყველაფერი უბრალოდ ჩემი მხრიდან რო ეგ არ მეთქვა, ის იქნებოდა რა. ყველა მისის ვინც ჩემ ფაით კემპში იყო, რომ ჩემი წონის კლება, ჩემი ფიზიკური ფორმა, ჩემი ყველაფერი მიდიოდა იდეალურად. ძალიან აი ყველაზე მეტად მე განვიცადე რა. იმიტომ რომ როგორია საჩემპიონოზე გინდა გახვიდე და მეორე ჩავიდე ზედიზედ წონა. მე მზად ვარ რომ თუნდაც შემდეგ კენა ივენტზე რაც სადამსჯელო იმისთვის 70 კილოში ვიჩხუბო არ იქნება პრობლემა. იმის გამო რომ რა ვიცი ორჯერ ჩავაგდე წონა. ან რა ვიცი ისო 66-ში ვიჩხუბო, მაგაზე ვნახოთ ჯერ საინტერესოა ხელზე რამ ჭერს რა, იმიტომ რომ პირველივე რაუნდში, პირველივე დარტყვაზე ხელი მოვიტეხე ჩემი აზრით და უნდა ჯერ რენტგენი გადავიღო. რაც შეეხება კითხვას 2-0-ზე გავედი ისევ, ასე ვთქვათ, ბალანსით. ოქტაგონზეც ვთქვი, რომ თავიდან 2-0 რომ მქონდა, მე დიდი ხანი გამიცდა და ბრძოლების შანსი არ მქონდა რა. ანუ გამოცდილება მე არ მქონდა სამოყვარულოში, პროფესიონალურადაც დიდი გამოცდილება მე არ მქონდა და პირდაპირ საზღვარგარეთ ჩემზე გაცილებით გამოცდილ მებრძოლებს ვეჩხუბებოდი, ადგილობრივ მებრძოლებს, რომლებიც დიდად ფავორიტები იყვნენ. რამდენიმე ორგანიზაცია მომცა შანსი ადგილზე, კამბექი გამეკეთებინა და სამოგებიან სტრიქზე დავდექი ბოლოს. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლებს ვიგებდი, მაინც იმას ამბობდა ხალხი, რომ ეს ვის მოუგო 5 წაგება, აქ ის ეს. ამიტომ ავდექი და ორგანიზაციაში ყველაზე ძლიერი ბიჭი ვინც იყო 66-ში, ქართველი ვინც დაამარცხა და ვიზეც ყველა ამბობდა, რომ უმაგრესი გრეპლერი იყო, უმაღლესი დონის გრეპლერი იყო, ისეთი იყო, ესეთი იყო, ის გამოვიწვიე და იმასაც ჩავიშებრძოლა. არა იმიტომ რომ ვამბობდი რომ აი გადავული და ჩემთვის უმარტივესი, არამედ იმიტომ რომ მე გამოწვევები მიყვარს. მე მებრძოლი ვარ და აი დღეს სახში რო წავალ და დავიზინებ მოტეხილი ხელით, მე საკუთარ თავთან მართალი ვიქნები რომ მე მართლა მებრძოლი ვარ და მართლა მაგარ ბიჭს მოვუგე რა. და ჩემს ეგოს დავიკმაყოფილებ მაგ ყველაფრით. და თურმე ამდენი რაც მიწვალია ეს წლები, ამდენი ტრავმა, წაგება, მოგება, უშედეგო არ ყოფილა რა, ასე ვთქვათ. ეს მოგება 100-ჯერ მირჩენია რაღაც ისეთ მოგებას რა, რა ვიცი, უბრალოდ რეკორდი დავიწერე. და ძალიან მაგარი გრძნობაა, იმიტომ რომ რა და ისო ხასიათი გამოვავლინე და კაია როცა შეგიძლია რომ საქმით დამტკიცო ყველაფერი. ავიჭერი რა ჩხუბში, იმიტომ რომ პირველივე ოვერჰენდი რომ მოვიქნიე მოვარტყე იდახში და ხედავთ რა რაც მომივიდა. და რთულია რა, როდესაც რაღაცას გეგმა გაქვს დგომში. ბავშვებს ძალიან ამტანი, ვიცოდი რომ ძალიან ამტანი ბიჭი იყო. მაგრამ სპეციალურად ამ კემპში მე ისევე მზადებოდი, რომ ზოგადად ვარ ძალიან ფრთხილი სპარინგ პარტნიორი, ჩემს სპარინგ პარტნიორს არ ვაზიანებ რა. მაგრამ ამ კემპში ორი ჩემი სპარინგ პარტნიორი დავანოკაუტე შემთხვევით, იმიტომ რომ მაქსიმალურად ცდილობდი ჩემი მაქსიმუმი გამომევლინა დარტყვებში რა, რომ მარკოსნაირი გამძლეტებიც კი გამეთიშა. ანუ ყველაფერს ვაკეთებდი მაგის, მაგრამ მაინც გამძლე აღმოჩნდა. აიტანა დარტყვები, მომაწვა ცენტრი არ დამითმო, ძლიერი დარტყვები ქონდა საპასუხოდ, ერთი ძალიან მძიმე დარტყვა გავატარე ფეხის სახეში და მაგრად გავბრუდი, მაგრამ მაინც დავრჩი რა თამაში. ვერ წავიდა გეგმის მიხედვით, მაგრამ ეგ არის მებრძოლობა რა და ცხოვრება ეგა. ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავა და უნდა შეგეძლოს შეცვლა. და როგორც ცხოვრებაში, ისე ბრძოლაში აუცილებელია, რომ ყავდეს ისეთი ადამიანები გვერდზე, ვინც რაღაც კალაპოტში დაგაბრუნებს რა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხვიჩამ დამაბრუნა ქორიძემ კალაპოტში. მესამე რაუნდში რო შემოვიდა, მითხრა რომ შენ შეგიძლია, რომ საბმიშენით დაიჭირო ეს ბიჭი.
ჯერ გილიოტინა ცადე, თუ არ გამოვა, არ ჩაიციკლო, სხვა რაღაცაზე დაიჭერა. ჯერ გილიოტინა ცადე, მივხვდი რომ ელოდა მაგას და სხვა რაღაც ვცადე და გავაკეთე. სამკუთხედი აქამდე ვცადე და გასხდა ოფლიანს. ვიცოდი რომ გასხდებოდა და უკან გადავიდოდა იგივე შეეცებოდა, მაგიტომ მომენტალურად ანბარზე გადავედი. ანუ ეგ შემიძლია რა, ბრძოლაში რავირება შემიძლია, რომ გეგმა შევცვალო იმის მიხედვით თუ როგორ წარიმართებოდა. სიმართლე გითხრათ, ძალიან ვცდილობ რომ მენტალურად სწორად მივუდგე ამ ყველაფერს რა. მებრძოლი წნეხის რაც უფრო მეტი წნეხი არის, მებრძოლი მით უფრო ხანდახან ვერ ჭხლობს რა, როგორც წესი. ესაა და არ ვცდილობ რომ ჩემი ბრძოლა წნეხით გავზარდო ზედმეტად. კი, გულის სიღრმეში მქონდა რომ გოგოჭურის გამო რევანში უნდა ამეღო, ჩემი გუნდელის გამო, მაგრამ ვცდილობდი რომ ბევრი არ მეფიქრე ხა. გოგოჭურისთვის გინდ მოიგო, გინდა რა, ეს ბრძოლა მე მოსაგები მქონდა ყველა ვარიანტში და უბრალოდ ვფიქრობდი რომ მე ჩემი საქმე უნდა გავაკეთო. გრელ პლეიერებს შორის დაპირისპირებას რაც შეეხება, ჯიუ-ჯიტსუს შავ ქამარებს სახელი გაუფუჭა ბევრმა რა. მარკო ძალიან მაგარი შავი ქამარია, მარკოს არ გაუფუჭებია, მაგრამ მე მინახავს ძალიან ბევრი შავი ქამარი. ძალიან ბევრი დამისაბმითებია და დამიჭერია. და ძალიან ბევრს მაგრად უთრები ვარ. ანუ ვიცი რა ჯიუ-ჯიტსუს შავი ქამარი რეალურად რას ნიშნავს და ვიცი რომ არტერში კარგი ვარ. და ვიცი რომ კიდე მეტი შემიძლია და იმდენი მაინც ვიცი პარტერში რომ ნებისმიერისთვის საფრთხე შევქმნა რა. ანუ ბრაზილიელები გრეისის აკადემიის, ანუ გრეისის აკადემიაში ტყულა არ ჩავდივარ რა. ანუ იქ გასართობად არ ჩავდივარ ხოლმე იტალიაში. იტალიაში ჩავდივარ იმიტომ რომ ბრაზილიელების გუნდი არის გრეისის, კარლოს გრეისის აკადემიიდან ვიტორ ბელფორტის გუნდელები, რომლებიც არიან მკვლელები. საქართველოში სამწუხაროდ ჯიუ-ჯიტსუს მიმართულება არ გვაქვს ძალიან განვითარებული და როდესაც საშუალება მაქვს, მივდივარ რომ იქნებ 1-2 ახალი ილეთი მაინც ვისწავლო და განვითარდე მაგ მიმართულებითაც რა.